ცა იმდენად მინდოდა რომ ამ ადამიანებს თავის სიტყვა ეთქვათ, იმიტომ რომ საოცრად ნიჭიერები არიან მართლა. და იყვნენ და მინდოდა რომ აი ეს რაღაცა შეპირება რაც მე მქონდა, მით უმეტეს ჩვენი დონორები გერმანელები იყვნენ, მინდოდა რომ მათთვის იმიტომ რომ მაგათმა მითხრეს რომ შენ ვერ შეძლებო და ჩემთვის ცოტა ისეთი სიტყვა ვერ შეძლებ, ყველაფერს გავაკეთებ რომ შევძლო. ხო და აი რაღაცა ეგ იყო და მართლა 6 თვის ტრეინინგის შემდეგ პირველი 3 დასაქმდა. ოღონდ ნახე რა ხდებოდა. მე მქონდა მათთვის აკრძალული ეგეთი რამე რომ სადმე სამსახურში მიხვიდე და უთხარ ვიცი რა მე ბავშვთა სახლში გავიზარდე და სამსახურში ამიყვანე. ანუ ეს მოხსნილი იყო, ეგ არ უნდა ეთქვათ, იმიტომ რომ მანიპულირება არ თავის შეწოდება გამოდიოდა. ხო, აბსოლუტურად ძალიან ბევრი აკეთებდა ეგეთ რაღაცას მაშინ. და ჩვენ ვაძლიერებდით, ანუ CV-ს დაწერა, უცხოენებს ვასწავლიდით, პლუს თვითონ ტექნიკური რაღაცები, ჰიგიენური ამბები, ანუ ყველაფერი ფაქტიურად ჩათვალე რომ ნულიდან იწყებ რა. და შეძლეს და ძალიან ბევრი, რა ვიცი, აი მართლა შემიძლია თამამად თქვა რომ სადღაც 15 წლის მანძილზე ალბათ 500-ზე მეტი ახალგაზრდა ყავს დასაქმებული.